ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 20 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ დროსთან ერთად იზრდება. ადამიანების დიდი ნაწილი, დაახლოებით 10 მილიონი ამ ბრძოლას ეწირება, რადგანაც სიმსივნე ჯერაც რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯანდაცვის გამოწვევად, რომლის ამოხსნაც, რომლის დამარცხებაც ბევრმა კომპანიამ სცადა, ბევრი ასე ვთქვათ, მეთოდოლოგია უკვე არსებობს კიდეც, მაგრამ ეს პრობლემა ჯერაც ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი და ამისათვის, როგორც ვთქვი, მეცნიერები, ექიმები და მათ შორის კომპანიები დაუღალავად შრომობენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დროსთან ერთად ეს მაჩვენებელი იმატებს, რადგანაც პირველ რიგში რომ იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, შესაბამისად, ის პროცენტულობა, რაც არის სიმსივნისა, უფრო მეტ მოქალაქეზე ვრცელდება და ამით ძალიან მარტივი არითმეტიკა მუშაობს და ამავდროულად თავად პროცენტულობის მაჩვენებელიც კი იმატებს მოსახლეობასთან შეფარდებით, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის არის გარემო პირობების ცვლილება, კლიმატის ცვლილება და ასე შემდეგ. საერთოდ ჯამში ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომლის აღმოფხვრაზეც, როგორც ვთქვი, არაერთი კომპანია აქტიურად მუშაობს. კი და კომპანიები ქმნიან არა მხოლოდ პრეპარატებს, არამედ პრეპარატების გამოყენების გზებს, მათ შორის თერაპიებს. ამ მიმართულებით რამდენიმეს გამოვყოფთ დღეს, რადგან ისინი წამყვან მიმართულებებად ითვლება ონკოლოგიაში. მათ შორის ერთ-ერთი არის იმუნოთერაპია, რომელიც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებაზე ორიენტირებული, რადგან ხშირად ადამიანის ორგანიზმი ვერ ხედავს კიბოს, ანუ სიმსივნურ უჯრედებს, რომლებიც ცუდია და ვერ ხედავს მათ და შესაბამისად არ ებრძვის სათანადოდ და ისინი მრავლდება და ვიღებთ იმ სამწუხარო შედეგს, რაც ხშირ შემთხვევაში ახლავს სწორედ სიმსივნის დიაგნოზს. მერკი არის ერთ-ერთი კომპანია ამერიკული, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მან შექმნა პრეპარატი კიტრუდა, რომელიც მუშაობს ასე, ის შედის ორგანიზმში და იმუნურ სისტემას ატრენინგებს, მარტივად რომ ვთქვათ, იმ ცუდი უჯრედების აღმოჩენაზე, რომლებიც სიმსივნესთან არის დაკავშირებული და მას შემდეგ რაც ჩდება ასეთი უჯრედი, მოკლედ იმუნური სისტემა უტევს უფრო აქტიურად მას, რაც ზრდის ალბათობას და შანსი იმისა, რომ ადამიანმა თვითნებურად საკუთარი ორგანიზმა სიმსივნე დაამარცხოს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. კიდევ ერთი მეთოდოლოგია, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება, არის CAR-T-ის სახელი ცნობილი და ეს მოიცავს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტის სისხლიდან სპეციფიკური იმუნური უჯრედების ამოღებას, შემდეგ ლაბორატორიაში გადამუშავებას, სინთეზირებას და ორგანიზმში უკან ისეთნაირად დაბრუნებას, რომ დაბრუნებული უჯრედი უკვე ახერხებს კიბოს უჯრედების ამოცნობას, მასთან ბრძოლას და საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვებასაც. ამ მიმართულებით ყველაზე გამორჩეული არის შვეიცარიული ნოვარტისი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანია პლანეტაზე, ფაქტობრივად მის მიერ არის შექმნილი ეს ტექნოლოგია და სწორედ ამ ტექნოლოგიის არსებობაზე დგას ნოვარტისის საბაზრო კაპიტალიზაციის დიდი ნაწილი. კიდევ ერთი მიმართულება თანამედროვე ონკოლოგიაში არის ტარგეტირებული მკურნალობა და ტარგეტირებული ბრძოლა კონკრეტულ იმუნურ პრობლემებთან, მათ შორის ამერიკული MGN-ის მიერ შექმნილი პრეპარატი ლუმაგრასი ამ მიმართულებით არის გამოსარჩევი, რომელიც ებრძვის კონკრეტულ გენეტიკურ მუტაციას, რომელიც უმეტესად იწვევს ფილტვის კიბოს. ზოგადად კრასის ტიპის გენია არის ის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქმნის სიტუაციას, რომ სიმსივნე განვითარდეს ადამიანის ორგანიზმში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად საპოვნელი ზოგადად ორგანიზმისთვის, ორგანიზმს ვერ ხედავს, ემალება და ამიტომაც იმუნური სისტემა ვერ ებრძვის, მაგრამ აი ამ პრეპარატის და სხვა მსგავსი პრეპარატების საშუალებით, მოკლედ თერაპიის კურსის განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა თუ როგორ უნდა იპოვოს კონკრეტულად ეს გენი და როგორ ებრძოლოს მას. ამიტომაც ვიღებთ ცხადია გარკვეულ ეფექტიანობას და შემცირებულ მაჩვენებელ სიმსივნის მიმართულებით.